ერთ-ერთი ცნობილი მითი ეს არის წითელი ფერის ალერგია. მოდით განვიხილოთ. ზოგადად წითელი ფერი ყოველთვის იყო ალერგიული მისი შემცველობის გამო, მაგრამ დროთა მანძილზე ეს ფერი გაიცხრილა და თანამედროვე ფერები საერთოდ არ არის ალერგიული. მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე იძლევა ალერგიულ რეაქციას. რაში გამოიხატება ის? როდესაც წითელი ფერით ვაკეთებთ ტატუს, წითელმა ფერმა იცის ამობერვა და იცის ქავილი. მაგრამ აქ არის ორი ნიუანსი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი არის წითელი ფერი საკმაოდ რთულად დასასმელი ფერია და ხშირად არაპროფესიონალი არტისტები ძალიან ხშირად ატარებენ თვითონ წითელ ფერზე, ანუ უფრო მეტს ატარებენ, ვიდრე უნდა გადაატარო, რაც იწვევს შრამირებას, ანუ ნაწიბურების წარმოქმნას. ნაწიბურები რო წარმოიქმნება, წითელი ფერი ჩანს ამობურცულად და ისეთი შეგრძნებაა, თითქოს გაქვთ წითელი ფერის ალერგია. ამასობაში ეს წითელი ფერის ალერგია არ არის. ალერგიას აუცილებლად თან უნდა ახდეს პერმანენტული ქავილი და ძალიან ამობერილი უნდა იყოს წითელი ფერი. დადის მითები იმის შესახებ, რომ წითელი ფერის ალერგია რო დაგემართება, უნდა მიხვიდე დერმატოლოგთან, ის დაგინიშნავს ანტიჰესტამინებს და ასე შემდეგ. აბსოლუტურად მცდარია, იმიტომ რომ ფერი თუ კი არ ამოვიდა სხეულიდან, შეუძლებელია ალერგიისგან თავი დაიცვათ. ანტიჰესტამინები არაფერს არ შორის, უბრალოდ ტატუირებშიკებს ჩვენ გვაქვს სპეციფიური მეთოდი, რომელიც ყველამ არ იცის, თუ როგორ უნდა აღმოვხრათ წითელი ფერის ალერგია.